ვინ დაწერა ტრაგედიები ჰამლეტი და ოტელო? ბიჭო, ჰამლეტი და ოტელო ვინ დაწერა? ოტელო სირცხილიც არისო ვერ ვიხსენებ ახლა. ეგ თუ ადამიანმა არის ისე გაგუდა ეგ ადამიანი. ვინ დაწერა ტრაგედიები ჰამლეტი და ოტელო? ახალგაზრდებს აკითხეთ, აღარ მახსოვს. შექსპირმა. შექსპირმა დაწერა ძალიან მაგარი ადამიანი. თუ გახსოვთ რომეო და ჯულიეტას გვარები შექსპირის უკრავ ტრაგედიაში რომეო და ჯულიეტა. ბიჭო, რომეო რა გვარი? მანტეკი და კოპოლეტი სემიველი, რუსულად გავდივარ და რომეო არ ვახსოვს კაცრავად. არა, გვარები არ მახსოვს, იმიტომ რომ ორიენტირებული არ ვარ და ძალიან ბავშვობაში მაქვს საკითხები, როცა მაგას სახში ვიყავ. რა ერქვა შექსპირის თეატრი? აი გამის. თუ იცით რა ერქვა შექსპირის თეატრს? Globe Theatre. არც ეს არ მახსოვს. რა ერქვა შექსპირი? უილიამ შექსპირი. უილიამ შექსპირი. რა ერქვა შექსპირს? ეს წიგნიერებასთან დაკავშირებით არის, რომელიც ზოგადად ჩვენ საზოგადოებას უჭირს დღეს და მადლობა და მეც დროებით დაგემშვიდობებით. კი. რომელი ქვეყნის პრინცი იყო ჰამლეტი? იცით რა შექსპირია? ილია ჭავჭავაძეს რო კითხოთ ხოლმე რამე არ გინდათ? ყველა შექსპირს რო კითხულობ, კითხეთ? აუ, არ მაქვს საკითხული მართლა. იტალია? რა? დანია. რა ერქვა ოტელოს შეყვარებული? დეზდემონა. ქალი დეზდემონა. არაფერს კარგად იყავით. ინგლისელი პოეტი და დრამატურგი უილიამ შექსპირი 1564 წლის 26 აპრილს დაიბადა. ჰამლეტი, ოტელო, მეფე ლირი, რომეო და ჯულიეტა, ანტონიუსი და კლეოპატრა. შექსპირმა სულ 38 პიესა, 154 სონეტი, 4 პოემა და 3 ეპიტაფია დაწერა. 1599 წელს შექსპირი გლობუსის ცნობილი თეატრის აქციების მფლობელი გახდა. სწორედ გლობუსისთვის დაიწერა მისი უკვდავი პიესები ჰამლეტი, ოტელო და მეფე ლირი. ისტორიას არ შემორჩა იმის დადასტურება, რომ შექსპირმა უმაღლესი განათლება მიიღო. თუმცა მისი სიტყვის მარაგი ლინგვისტების გამოთვლით 17500-დან 29000-მდე მერყეობს. ბრიტანელებმა შექსპირს ინგლისის ნაციონალური პოეტი შეარქვეს. ლიტერატურის კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ ორი მტრულად განწყობილი გვარის, კაპულეტებისა და მონტეგების წარმომადგენელთა სიყვარულის ისტორია. ოტელოს, იაგოსა და დეზდემონას სასიყვარულო სამკუთხედი. დანიის პრინცის ტრაგიკული ამბავი, რომელმაც დაიფიცა, რომ მამის სიკვდილისათვის შურს იძიებდა ადამიანებს იქამდე ააღელვებს, სანამ კაცობრიობა იარსებებს.